მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს მოვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე ვილაპარაკებთ იმ საინტერესო თემებზე, რომლებიც თქვენს გაღელვებთ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსაც. გუშინ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენმა ეთერმა და სხვათა შორის არა მარტო გუშინდელმა, ყველა ეთერი, რომელიც ეძღვნება რუსულ-ქართულ თემატიკას და იმ ხელმოწერებს, რომლებსაც ვაგროვებთ, ყველანი ჩართული ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესებში ვართ, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაიწყოს და რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. აი ამ ყველაფრის ირგვლივ გვექნება დღეს საუბარი, მთელი ქვეყანა ფაქტობრივად აი ამ თემას გულშემატკივრობს, აი სადაც კი დავდივარ, ყველა მეკითხება, აი სად გროვდება, როგორ სად მოვაწერო ხელი და აი ხალხი ამ თემით ცოცხლობს. დღეს ჩვენ ამ თემაზე გვეყოლება სტუმრები და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება მოსკოვიდან სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო მამუკა, თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს, როგორი საკმაოდ ისეთი დიდი მოხმაურება აქვს ამ თემას, უკვე ელექტრონული საიტი შეიქმნა manifest.gi, სადაც ადამიანები უკვე ელექტრონულად აწერენ ხელს და ჩართული არის ყველა ამ საკითხთან მიმართებით. და ჩვენ ალბათ გვექნება მრავალათასიანი 100,000-ობით ადამიანიც ალბათ მოაწერს ხელს ამ ყველაფერს და თქვენ როგორ უყურებთ, აი მაქედან როგორ ადევნებენ თვალყურს, გვაინტერესებს სიტუაცია თვითონ რუსეთის ოფიციოზი ან მედია რა შეფასებებს უკეთებს იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში დაიწყო. დიახ, ძალიან საინტერესო არის ყველასთვის, ეს არის ერთგვარი ტესტი ჩვენი ფლანგისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესება და ვისაც უნდა დიალოგი, რუსულ-ქართული დიალოგი რო დაიწყოს, ქვეყნის გაერთიანება დაიწყოს, აღმშენებლობა დაიწყოს და საერთოდ იყოს გლეხი მშვიდად, რო თუ ჩადებს თავის მიწას, ჩადებს თავის სახლს, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ რასაც დათესავს მოსავალს, აიღებს და გაყიდის რუსეთში. ის ხალხის, ვინც არის ჩართული ტურიზმის სფეროში, ისინიც უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ისე არ დაიძაბება, რომ რუსეთი ერთ დღეს გამოაცხადებს საქართველოს რაღაც მტრულ ქვეყანად. აქედან გამომდინარე, რუსეთშიც უყურებენ ამას ძალიან ყურადღებით. და რუსეთის ოფიციოზში ზუსტად აინტერესებთ რა ხდება. არის იქ რუსულ-ქართული დიალოგის მომხრეები თუ არა. მარტო იმაზეა, ხელისუფლებაზეა საქმე. ხალხს არ უნდა. აი ეს ყველაფერი აინტერესებთ, რა თქმა უნდა, რუსეთში და გვეკითხებიან პრაქტიკულად ყოველ დღე მაქვს კომუნიკაცია რუსეთის მე როგორც ვიცი, ბატონო მამუკა, თვითონ მანდ მაქაური მცხოვრები ქართველები ძალიან აქტიურობენ რუსეთში, მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და მათაც სურთ აქ პოზიციის დაფიქსირება ამ მიმართულებით. კი, მოგახსენებთ, ჩვენ გუშინ ვიყავით ქართულ ეკლესიაში და მრევლი მოვიდა ჩემთან და მეკითხება, რატო ვერ ხსნით ამ საიტსო? არის პრობლემა რუსეთიდან პრაქტიკულად არ იხსნება ეს manifest.gi, რასთან არის დაკავშირებული, არ ვიცით, ჩვენ მივწერეთ, ვეკითხებით, მაგრამ პასუხი არ არის. რუსეთიდან არის ძნელი გახსნა საიტების პრაქტიკულად არ იხსნება. და რა თქმა უნდა, რუსეთში მცხოვრები ქართველები მობილიზებული არიან, უნდათ მოაწერონ ხელი და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. მაგრამ დღესდღეობით ეს პრობლემაა. ვიღაცები ამას რთავენ VPN-ს და ასე აკეთებენ ხელმოწერას. მაგრამ ყველამ არ იცის, რომ შეიძლება VPN-ით გაკეთდეს. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევები, როცა VPN-ს რთავენ, მაგრამ უკვე შიგნით აქვს პრობლემები საიტში. ამიტომ გვაქვს ჩვენ 30,000 ნახვა
და 8000-მდე არის მარტო ხელმოწერა. და ესეც არ არის ცუდი რეზულტატები. მე მგონი არ არის ცუდი საქართველოსთვის 4 დღეში თუ მე-5 დღეა დღეს 8000 ხელმოწერა. მე ვიცი რომ ასევე ბლანკებზეც იგეგმება ხა ზოგი ხა შეიძლება ელექტრონულადაც ვერც მოაწეროს ხელი აი მაგალითად დასრულმა ადამიანებმა ხა 60 წლის 75 წლის ადამიანი ცოტა ინტერნეტთან ვერ მეგობრობს და რაღაც ბლანკებიც იბეჭდება გუშინ საუბრობდა ბატონი მიხეილ ჟღენტი რომ ჩვენო აი ბლანკებს დავბეჭდავთო და შეიძლება აი მაგ კუთხითაც ალბათ იმუშაოს ხალხმა რომ მაგაზე მოაწერონ ხელი და ეგეც დიახ ჩვენ ვაპირებთ აქ საელჩოსთან დადგება ახალგაზრდები არის ასეთი ქართული ორგანიზაცია გიმოში აქ ასეთი პატარა სათვისტომო სტუდენტების და სტუდენტებმა გამოხატეს ზადყოფნა უნდათ შეაგროვონ ხელმოწერები და ამ ბლანკებით მოვლენ ეკლესიასთან მოვლენ ჩვენ საელჩოსთან და სხვა ადგილას სადაც არიან ქართველები და შეაგროვებენ ხელმოწერებს ეს მოსკოვში და მოსკოვის გარდა კიდევ რეგიონებში არის ზადყოფნა ჩვენი სათვისტომოები გვირეკავენ და გთავაზობენ მიიღონ მონაწილეობა ხელის მოწერებში. მე მგონი რომ აქ საქართველოში სულ დაიწყოს ეს პროცესები და მესმის ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, ფინანსები სჭირდება, გადაადგილებას და ეს ყველაფერი დამატებით აი ამ კუთხით მოითხოვს ენერგიას და მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ეს ძალიან კარგი პროცესები დაიწყო, მაგრამ ცოტა არ იყოს ამ ყველაფერს აფერქთალებს ის გაცხადებები, რომელიც ისმის საქართველოდან. მაგალითად, აი ხა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა ეს სამხარაძე და თქვა, რომ ჩვენო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღვადგენთო, სანამ ტერიტორიებს არ დააბრუნებთო. გამოვიდა ასევე პარლამენტის სხვა წევრებიც, რომლებმაც ეს პოზიცია დააფიქსირეს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეხლა ეს განცხადებები ნამდვილად არასხამს აი ამ ხელმოწერების შეგროვებაზე წყალს და იმიტომ რომ ეხლა როდესაც ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, ეს პროცესი არის სახალხო, თან პარტიული არ არის, ზეპარტიულია. აი თქვენ რა შეფასებებს გააკეთებთ აი ამ განცხადებებზე, რომ რუსებს არ დაველაპარაკებით, დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ? არ ვიცი, აი რამდენად სწორი განცხადებებია, არ ვიცი, ხა ნუ მაყურებლისთვის მოგვინდია, მაგრამ თქვენი შეფასება როგორი არის? განცხადებები ასეთი ისმის უსმენენ რუსები ყურადღებით, მაგრამ აქეთვე გეტყვით, რომ რუსეთში არის სრული ინფორმაციული სიჩუმე, სანამ მიდის ეს ხელმოწერები, მე ვფიქრობ, რომ რუსული მხარე არ გააკეთებს რაღაც მზაფრ განცხადებებს და თქვენ იცით რომ აი ამ განცხადების ბატონი სამხარაძის მერე პასუხი არ იყო და იმედია არც იქნება ასეთ განცხადებებზე პასუხი. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ვაგროვებთ ხელმოწერებს, მგონია რომ რუსული მხარე უყურებს ამას ყურადღებით და მერე როცა მოხდება ხელმოწერების მობილიზაცია, როცა შევაგროვებთ ხელმოწერებს შევთავაზებთ ხელისუფლებას დიალოგის დაწყების, ამის მერე ჩაერთება რუსები. კი იქნება ცალკეული დეპუტატებისგან შესაძლოა რაღაც გამოხტომები, ვიღაცა გამოხდეს და რაღაცა ისეთი პასუხი მისცეს, ჩვენ საზოგადოებას არ მოეწონება, მაგრამ ასეთ დეპუტატებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რომ ცოტა ყურადღებით იყვნენ საქართველოსთან მიმართებაში. თქვენ გამოცდილი პოლიტიკოსი ბრძანდებით და არ გსურთ რომ რაღაცნაირად დაძაბოთ სიტუაცია და თქვენგან ეს მესმის, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ნუ დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის სწორედ დიპლომატიური ურთიერთობების ადგენაში. არ ვიცი, აი ხა ზელენსკი ლაპარაკობს უკვე ფაქტობრივად რუსებთან, ხო? ქვეყანა, რომელიც მიწისაგან პირისა აგვილი არის. თუ ზელენსკი ელაპარაკება მაგალითად რუსეთის ხელისუფლებას, თუ
პაშინიანი ყავაზე ეპატიჟება ალიევს. ეხა ის შეხვედრა რო იყო, წამოყავა დავლიოთო რა. ქვეყნის პირველი პირი, რომლის ტერიტორიების ეს ყარაბაღის ტერიტორია გადავიდა აზერბაიჯანის და ქონდა დღესაც დაძაბული სიტუაცია არის სომხეთ-აზერბაიჯანში. თუ ეს ხალხი ლაპარაკობს გუშინ მოხდა ეს ომი და უამრავი ახალგაზრდა შეიწირა და სომხეთის გენოფონდის დიდი ნაწილი განადგურდა ამ ომის შედეგად და არ იცის პაშინიანმა როგორ საიდან მარცხიდან მარჯვიდან როგორ შეუძრეს იმას ალიევს და ყავაზე ეპატიჟება და იმაზე ნამცხვარზე და ყველაფერი. აი ამ ფონზე მე მგონი რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან, იმიტომ რომ ეს პოზიცია რომ ჯერ დაგვიბრუნოს და მე დაველაპარაკებ, მე მიმაჩნია არასწორად, იმიტომ რომ თუ დავაბრუნდა მე სალაპარაკოც არაფერი არ არის, ხო? კი, ბატონო ნიკოლოზ, მესმის, რაზე საუბრობთ თქვენ, მაგრამ უყურეთ რა შეასახმე. დღეს საქართველოს ხელისუფლება არის ხელჩართულ ბრძოლაში და ომში კოლექტიურ დასავლეთთან. Deep State-ი დაუძახეთ, რაც გინდა ის დაუძახეთ, მაგრამ სიმართლე ეს არის, არიან დღეს ხელჩართულ ბრძოლაში. აი ამ ბრძოლაში რაღაც მომენტებში რაღაც განცხადებები, რაღაც ტაქტიკური სვლები შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისგან. მთავარია რუსეთი ამ მომენტში და ამ მდგომარეობაში როცა არის საქართველო მეორე ფრონტს არ გახსნის. საქართველოს არ გაუხსნა მეორე ფრონტი და რუსეთიც არ გაუხსნის მეორე ფრონტს. და ჯობია ახლა ჩვენ ყველა დავწყნარდეთ, ყველა თავისი საქმე ვაკეთოთ, ჩვენ ვაგროვოთ ხელმოწერები, ხელისუფლებას აქვს უფრო დიდი სურათი და იქიდან ისინი რა თქმა უნდა მოქმედებენ. იქიდან გამომდინარე რა ინფორმაციები აქვთ და რა სურათი აქვთ. ჩვენ ვიმოქმედოთ ისე როგორც ჩვენ გვაქვს დასახული თავისუფალი ტრიბუნა, მოძრაობა თავისუფალი ტრიბუნა იმუშავებს, ხალხშიც გავალთ ყველა ერთად, კიდევ გვექნება 15-ში, ალბათ სადღაც როგორც მოვილაპარაკებთ ივნისში შეკრება, უფრო სხვა შემადგენლობით იმედია, ბევრი ხალხი რეკავს და ითხოვს შემოვიდეს ამ თავისუფალ ტრიბუნაში. ანუ გაფართოვდება წრე, ესე იგი ადამიანები იმედია გაფართოვდება. ამას ელის ქართველი ხალხი, შრომელი ხალხი, ამას ელის პოზიციაც, ოპოზიციაც, რუსეთშიც უყურებენ ამას ძალიან ყურადღებით. ამიტომ ჩვენი ვალია ბოლა 32 წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა და აი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ახლა. თუ მეტეს აი ხა თვითონ რუსების დამოკიდებულება როგორია ვხედავთ აიგე პოზიტიური მარია ზახაროვა არაერთ დადებით განცხადებას აკეთებს აი ხა ასევე ძალიან ისეთი დადებით ტენდენციებია თვითონ პერიფერიებიდან რუსეთიდან აი ხა მე მაცნობებს გუშინ მაგალითად ინგუშეთში დაარქვეს ერთ-ერთ ქუჩას ქართველი ფრინავის სახელი ვლადიკავკაზში დაარქვეს ერთ-ერთ ქუჩას ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელი ეს ის ქუჩა სადაც არის ქართული სკოლა აი ხო და მე არ ვიცი ხა ყველანაირად რუსეთი ცდილობს რომ ჩვენსკენ გადმოდგას ნაბიჯები უამრავი ტურისტი ჩამოდის ბოლო საქართველოში და ეს მართლაც ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე ბატონო ნიკოლოზ იცით რა ჩვენ ევროპისკენ ვიძახეთ, უნდა წავიდეთ ევროპისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ შევეკითხეთ, ჩვენ აფხაზებს და ოსებს აზრი, რას ფიქრობენ ამაზე? ეს არ იქნება სწორი და ალბათ კონსტიტუციაც იქნება შესაძლებელი ამისთვის. ბიძინა ივანიშვილმა თქვა სხვათა შორის მაგის დიახ, აქ იცით რა შეასაქმე? თუ გახსოვთ თქვენ მინსკის შეთანხმებები, იქ მინსკის შეთანხმებებში ერთ-ერთი პუნქტი იყო, უნდა ეკითხათ დონბასის და ლუგანსკზე ხალხის აზრი. აი იგივე გამოდის ახლა ჩვენ თუ შევდივართ პროცესში, მოლაპარაკების პროცესში, აუცილებლად დადგება ეს საკითხი. ჩვენ უნდა კითხოთ აფხაზ ხალხს, ოს ხალხს უნდა თუ არ უნდათ ამ ხალხს ევროპაში. ამიტომ ჩვენ თუ მივდივარ და არ ვიკითხებით,
მაშინ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ არც აფხაზიერი და არც ოსიერი არ დაგვეთანხმება ამაში. ბატონო მამუკა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული რუსეთის ოფიციოსთან მოლაპარაკებებით, ასევე მაღალი დონის ჩინოვნიკებთან გაქვთ დიალოგი სხვადასხვა საჭიროებო საკითხებზე და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თქვენ ამ დღეებში ხვდებით სერგეი გლაზევს, რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს გენერალურ დივანს და თქვენ ადრეც გქონდათ, მე ვიცით ეს შეხვედრა გლაზევთან და ეხლა რაზე იგეგმება, რასთან დაკავშირებით იქნება და ამ შეხვედრაზეც რო გითხრათ, 2-3 სიტყვა. ბატონ გლაზევს უკვე მესამედ შეხვდები ხვალ. სამუშაო შეხვედრა გვექნება, ძალიან საინტერესო შეთავაზებები აქვს, მოусვენთ და მე მოგახსენებთ რა თქმა უნდა. თუ გახსოვთ თქვენ 2 კვირის წინ მე ვიყავი ბატონ გლაზევთან და გლაზევმა მიულოცა ქართველ ვეტერანებს და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებს 9 მაისი. და ეს ჰქონდა ჩვენ ეთერში თუ გახსოვთ 9 მაისს თუ 10 მაისს გამოვიდა ეს მოლოცვა. ყოველთვის გვაინტერესებს საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მაგრამ ყველაზე დიდი მაინც ხმაური საქართველოში გამოიწვია თქვენმა შეხვედრამ ნარიშკინთან, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან. აქ ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა თქვენს ფეხის გადადგმას, ყველა თქვენ შეხვედრას ეს დასავლეთის აგენტურა ძალიან ესე გამადიდებელი შუშებით უყურებს. ბატონო ნიკოლოზ, რაც შეეხება ჩემ შეხვედრებს და კიდევ სხვა შეხვედრები მექნება ქვეყნის სასარგებლოდ და საქართველოში რო იყოს სიმშვიდე. და ეს ყველაფერი არის ტრანსპარენტული. მე არ ხვდები სადღაც დაკეტილ კაბინეტებში, სადღაც, რა ვიცი, გამოკეტილ იმებში, სივრცეებში ხვდები პირდაპირ კამერების წინ და შეხვდები კიდევაც. ჩვენ არა გვაქვს საიდუმლო, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, აგერ ვეუბნებით თქვენ ტელემაყურებელს, ჩვენ ტელემაყურებელს სოციალურ ქსელებში და საერთოდ არა გვაქვს საიდუმლო. ყოველთვის ვართ გახსნილი. კი ბატონო. ძალიან გვახარებს ბატონო მამუკა ეს თქვენი შეხვედრები, იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად აი რუსეთთან რაღაც აი ჩატეხილი ხიდის გარკვეულწილად კომპენსირებას და გამთლიანებას ამ ჩატეხილი ხიდისა ახორციელებთ თქვენ რუსეთიდან, როდესაც ხვდებით საკმაოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკებს და ძალიან გვაიმედება ეს ყველაფერი, რომ კარგ შემდგომ რეზულტატში გადაისახება, რეზულტატში აისახება და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრ სასიხარულო ამბებს გავიგებთ მოსკოვიდან თქვენს მეშვეობით. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. გაიხარეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო მდივანი ბატონი მამუკა ფიფია. ეხლა ჩვენ სტუდიაში გადავინაცვლოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ბატონებო სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ჟღენტი, მოგესალმებით ბატონო მიხეილ. საღამოშტობის. ასევე ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძე, მოგესალმებით ბატონო. მოკლედ ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა, რუსულ-ქართულ თემატიკასთან დაკავშირებით ეს ხელმოწერების თემა და ძალიან შეშფოთებულია ჩვენი დასავლეთის აგენტურა აი ამ თემით. სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები, ტელევიზიები ამას დიდ დროს უთმობენ. ჩვენ კარგად ვიცით, იგივე ამბასადორში მთელი ამბები ატყდა იქ, რომ აი შეიკრიბე პრორუს არ ვიცი, აი თლად კარგად არ მიდით საქმე და ამიტომაც არიან ასე გამწარებულები, თორე მაშინ არ ატეხავდნენ ასეთ აჟიოტაჟს. თქვენ რას ფიქრობთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით თემის აქტუალობასთან ერთად, თქვენთან სტუმრობაც აქტუალური გახდა. დიახ. რის თქმა შეიძლება, იცით რა არის? ეს საზოგადოება და ის ხალხია, რომელიც ძალიან კარგად გზნობენ, საკუთარ კანზე გზნობენ იმ ცვლილებებს, რომელიც არის მსოფლიოში და მათ შორის რეგიონში. და მათი აღელვება და მათი ანერგულება სწორედ ამისგანაა გამოწვეული. ჩვენ გუშინ საუბრობდით იმაზე, რომ როგორ შეიძლება დასავლეთმა ერთვენიერ დღეს მიატოვოს რეგიონი. მაგალითად მოვიყვანეთ უკრაინა, ხო? რატო არ შეიძლება იგივე გამეორდეს და აი ამის საშიშროება ანერვიულებს მათ?
მერწმუნეთ 10 წლის წინ, 5 წლის წინ, თუნდაც 3 წლის წინ მსგავსი თემები არ იქნებოდა მათთვის აქტუალური, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მშვიდად, Deep State მუშაობდა როგორც საჭირო იყო, USAID მუშაობდა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს და აფინანსებდა აი ამ ჩვენ არასამთავრობოებს გამართული იყო, დასავლეთი არაპირებდა აქედან წასვლას, გაცხადებული იყო ჩვენი ნატოში კურსი და ისინი მხარს გვიჭერდნენ და ყოველ დღე გვახსენებდნენ რომ ჩვენ ნატოში შევიდოდით და ამიტომ მშვიდად იყვნენ. დღეს რადიკალურადაა შეცვლილი ეს სიტუაცია და ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა მათთვის არის სახიფათო. ამე თუ ყველა მსგავსი ინიციატივები აგურს აცლის იმ კედელს, რომელიც უკვე რყევის მდგომარეობაშია და კიდევ რამდენიმე ასეთი აგური და დარწმუნებული ვარ, აი ეს ილუზია 33 წლიანი ილუზია ჩამოიშლება. ილუზიასთან ერთად ჩამოიშლება მათი კეთილდღეობა, მათი შემოსავლები და ამიტომ არიან გამწარებულები. თუმცა ერთ სასწრაფოს დავძენ თქვენი საბართვით. არც ამ ოპოზიციურ ძალებში არის ერთობა და ერთიანი აზრი არ მუსილებს. აი სულ რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ბრალსდებდნენ, ვინ გადაიხადა გირაო, ვინ არ გადაიხადა გირაო, ვინ არის მზად წავიდეს ციხეში, ვინ არის უფრო გმირი, ვინ არის ნაკლები გმირი და აქედან გამომდინარე, კარგი სუყე ნიადაგი მზადდება ჯანსაღი ძალებისთვის საქართველოში, რომ ჩვენ ავიღოთ ხელში ძალაუფლება არა, ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გითხრა ბატონ ბაატას და მე რომ კიდე კაი თქვენ ცოტანი ხართო. ბატონებო, ჩვენ არა ვართ ცოტანი. ჩვენ ვართ საკმაოდ ბევრნი და კიდევ უფრო ბევრი გავხდებით, ხოლო გამომდინარე საგარეო და საშინაო პოლიტიკისა, თქვენი მიმდევრები დაინახავენ რა, რომ პატრონმა მიატოვა, ნელ-ნელა ან გაიპარებიან, ან კიდე დაიწყებენ იმ მათთან თანამშრომლობას, ვისაც ჩათვლია, რომ მომავალში ექნებათ ხელისუფლება. მათთვის მორალური, ზნეობრივი, იდეოლოგიური მწამსი არ არსებობს, მათთვის არსებობს ფული, არსებობს თანამდებობა, არსებობს კეთილდღეობა და ამას უკვე ვერავინ მათ ვერ გადაათქმევინებს. კი ბატონო, აი ბატონო პადო, ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ამ თემებზე და ვხედავთ, რომ სოფლიოში არის განსაკუთრებით დაცაბული სიტუაცია, არ ვიცი, აი ჩვენ აქ რაღაცა სისულელებზე გვიხდება მართლა ზოგჯერ აქცენტების გაკეთება ამ გიჟებზე, რომლებიც დარბიან რუსთაველზე და ამ დროს ახალი გადადაწილება დაწყებულია სოფლიო. და იმის მაგრა ჩვენ ამ თემებზე გქონდეს საუბარი ამ გადანაწილებაზე და ჩვენს ჩართულობაზე იქ დღეს აი ამ სისულელეებით ვართ დაკავებულები. მე მგონი რომ დროა რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც დაიწყოს ამ მიმართულებით ცვლილება. ბატონო ნიკოლოზ დაზუსტებისთვის მინდა გითხრათ რომ როცა სამხარაძეზე იყო საუბარი, ეს იყო ნიკოლოზ სამხარაძე. და არის ჩემი დეპუტატი, ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი, კარგი მეოჯახე, კარგი ქართველი, ვიცნობ დედამისად, ყველას მაგ და ეს დიტო სამხარაძე არერიოთ, დიტო არის კონსერვატორი და ღირსეულიშვილი თავის საქართველოში. ამიტომ ის სოდომისტური განცხადება გააკეთა ნიკოლოზ სამხარაძემ და არა დიტო სამხარაძემ. კიდევ ერთხელ ის ძველი ჯარის ესე ვთქვათ ოცნებისია. ეხლა რაც შეეხება გადანაწილებას. ეხლა რაც უსმედი ბატონ მამუკას და გავიგე რომ პოლიტიკოსია და მე ყოველთვის მიყვარს პოლიტიკოს როლაპარაკობს, ის კი არა როლაპარაკობს. რისი თქმა უნდა, იმის უკან რა იმალება, კაცო. ბიჭო. ეხლა დავწყნარდი მაშინ გუშინ წინ ცოტა ემოციებში ვიყავი, იმიტომ რომ ესეთ განცხადებებს რო უყურებ და რო ვიცი და ჩემი ხელი და ჩემი თვალით რომ დანახი შედეგი რა შეიძლება იყოს, სხვებისგან განსხვავებით ცოტა მე ემოციაში ავხომე და ხანდახან ვერ ვზომავ, კაცო, ეხლა ვაგიერებ, აგერ პოლიტიკოსები, აგერ იყო მამუკა ფიფია დაალაგებულად ახსნა. ნახეთ რა თქვა. ყურადღებას აქცევენო, კაცო. რეაქცია არ ქონათ, იმიტომ რომ ელოდებიან ხალხის რეაქციას ხელმოწერებზე. ეს ამან თქვა ფორმულა თქვა რუსეთის პოზიცია. ამიტომ არის ხოლმე რომ შეიძლება უყურე ბატონო ნიკოლოზ, აი შეიძლება არ მომწოს მე რუსეთი. მართლა გონი, შეიძლება აი გავზარდეთ მოსახლეობა 30 წელია, რომ ეს არის აი თურმე კაცი ჭამია პუტინი დილით რომ მოუტანენ ბავშვის ხორცს, ესე იგი ჭამს. ბიჭო, მაგრამ ეხლა მე მინდა
ესაუხს აქ აღარ არის იმაზე ლაპარაკი მეთქი გასაუბრები ეს არის პრევენცია შეიძლება ამან დიდი ესე ვთქვათ მაგიდა არ მოატრიალოს მაგრამ ეს არის ქართველი ერის განცხადება იმ ტრადიციულ სამყაროსთან რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვართ ერთ-ერთი ტრადიციული ესე ვთქვათ ისტორიული ანტიკური ერის შვილები რომლებიც ვართ 2000 წლიანი ქრისტეს შობიდან დღემდე მე წვეტა არა მაქვს და ვართ ტრადიციული ხალხი ერთ-ერთი ნაწილი თქვენი სამყაროსი კაცო ეხლა ეს რა შვება ეს ქმნის ფონს იმისას რომ თუ ვინმეს რამე ცუდი უნდა გააკეთოს ამ ქვეყანაში გარედან ყველა არავის ჩვენ არ უყურებთ ნუ გაქვთ ქართველებს ესეთი განცდა რომ თელი სოფლიო თქვენ უნდა გენაცვალოთ არა კაცო ყველა თავის სახელმწიფო გაჭიროებია კაცო ბატონო ამიტომ შენ ქმნი ესეთ უხერხულ მდგომარეობას იმ სამყაროში რომ თუ კი ხელისუფლებამ რაღაცა დაუშვათ რაღაცა თავის განცხადებების მძევალი გახდა ბიჭო აგერ ხალხი არის რომელიც ნორმალური ხალხია კაცო კი ბატონო უყურეთ რა მოხდა გამოვიდა რუსთავი ორზე მაშინდელ რუსთავი ორზე ეს გაბუნია ეს პიდარას ხო შეიძლება თქვა ნუ არ გამოვიდა ეს გაბუნია რა გამოვიდა ხო გამოვიდა ეს და უწმაწური სიტყვებით ჯერა ქართველი კაცის საფლავის გინება რა არის ხო ეხლა იმას ხო ვერავინ ვერ ოცნებამ დაგეგმა 15 წუთში ხალხი შეიკრიბა რუსთავი ორის იმაზე ეს რო დაინახა იმ სამყარომ დაუშვათ გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი და თქვა მე იმიტომ მიყვარს ეს ქართველი ხალხი და ვერავინ ვერ წასვლის ჩვენ შორის იმან დაინახა სხვა სამყარო ის კი არა გაბუნია კი არ დაინახა სწორი ქართველების რეაქცია დაინახა კი ბატონო ამიტომ ჩვენ თუ ყოველ შემთხვევაში სალაპარაკო დავტოვოთ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ სალაპარაკო კაი ჩვენმა თაობამ დავუშვათ მოვთხარეთ რაღაცა ჩვენ დამუნებურად 90-იანებში ხო ბიჭო თაობა წამოვა აფხაზეთის ჩვენი თაობა რომელიც გინდა არ გინდა მაინც უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს ამიტომ უფრო ბიჭო ნუ უჩლიქავთ გახსენით აფხაზებთან საერთო სამეთყველო ენა ეს არის რუსული ენა კაცო თქვენ აფხაზურს ვერ ისწავლეთ ახლა ხო ვერ ისწავლეთ ხა გამორიცხულია შენმა შვილიშვილმა რო ჩავიდეს სოხუმში სიგარეტი რო უნდა იყიდოს რა ენაზე უნდა იყიდოს კაცო ეს რუსოფობიული ის თუ არ დამთავრდა ეხლა კნეგონი მაშინ ცოტა ემოციაში ვიყავი ეხლა გასაგები ამიტომ უფრო ჩვენ ამით ხელისუფლებას რას ვეუბნებით იცი ვეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარებით ხო მაგრამ უნდა შეგვიწყოს ხელისუფლებამ ამ ყველაფერს თვითონ თუ ვერ იძახის ჩვენ მაინც მოგწეს საშუალება ამ კუთხით რომ ვიაქტიუროთ თორე ეხლა თუ არავინ არის აქტიური აქ ამ ფაქტზე ეს ხალხი თავისით ვერაფერს ვერ იზამს რა და ყველა სჭირდება რაღაცა ორგანიზატორი ამ მიმართულებით დღეს ლაპარაკობენ რუსულ გავლენაზე მანახეთ ერთი რუსეთის დაფინანსებული ტელევიზია გაზეთი პარტია ორგანიზაცია ესეთი ბუნებაში არ არსებობს და ამ დროს დასავლურ ფლანგზე დასავლეთის მიმართულებით რამდენი ფინანსდება მილიარდობით ფინანსდებიან და ჩვენც არ უნდა შეგვიშალოთ ხელი მაშინ იმაში რომ ვაკეთოთ ის საქმე რომელსაც ქვია რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის თემა გამეთახოთ აუცილებლად დაგეთანხმებით მე არ მიყვარს ხოლმე რუსეთის პოლიტიკაში ჩარევა არ არის ჩვენი პრეროგატივა მაგრამ ერთი რამე უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ და ვაღიაროთ რომ დღევანდელი რუსეთი და რუსეთი 10 წლის წინანდელი 20 წლის წინანდელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ახლა მე მქონდა იმის ბედნიერება და საშუალება რომ მქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან 90-იანებიდან მოყოლებული ურთიერთობა და ხედავდი რომ რუსეთი ის რუსეთი არ იყო რომელსაც ამის მოსმენა უნდოდა რასაც ჩვენ დღეს ვაპირებთ რასაც ჩვენ დღეს საუბრობთ იქ იყო საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება ხელისუფლებაში და პირდაპირ გაგახსენებთ რომ ელცინი ლოცულობდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და კონგრესში გამოსვლის დროს თქვა ღმერთო დალოცე ამერიკის შეერთებული შტატები ხა ამისთან და ქვეყანის ლიდერი თან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ცოტა უხერხულიც იყო და არც მათ ჰქონდათ სიმართლეა დიდი სურვილი ამისი ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა და მთავარი ამოცანა დღეს მაქსიმალურად დავანახოთ რუსეთის ხელისუფლებას რუს ხალხს
ის რომ საქართველო არ არის ერთგვაროვანი, საქართველო არ არის ლიბერალური იდეოლოგიის მარყუჟებში, რომ ჩვენ გამოვდივართ ამ იდეოლოგიიდან და მე გავიხსენებ ბატონ ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, ჩვენ არავისთან არ გვექნება ურთიერთობა თუ არ დაგვიძახებენ. ანუ რას გულისხმობდა ის? თუ რომელიმე ქვეყანას არ აქვს სურვილი რუსეთთან ურთიერთობის, არც რუსეთი არ მოიკლავს თავს ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანა გახდება საფრთხის შემცველი რუსეთისთვის, მაშინ რუსეთისგან მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, უკრაინის ამ ტრაგედიამ დაგვანახა, სადამდე შეუძლიათ მიიყვანოს დასავლელმა კურატორებმა ესა თუ ის ქვეყანა და მით უმეტესად პატარა ქვეყანა ღმერთო დაეფაროს, როგორც საქართველო არის. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი, ქართველი ადამიანის სურვილი, ჩვენ ახლა გორში ვართ, ეს იყო ყველაზე ერთ-ერთი შეძლებული. საქართველოში არ იყო ღარიბი რეგიონი. ყველა იყო შეძლებული და თითქმის 80% ჩვენი ეკონომიკის მიმული იყო განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის 99% მიმული იყო რუსეთზე და არა მარტო რუსეთზე, მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე და აი ბატონი მამუკა რო ბრძანებდა გლაზებთან შეხვედრას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რამე თუ ეს ადამიანი საკმაოდ დიდი და გავლენიანი თანამდებობის მატარებელია და ზუსტად აი იმ სავარძელში ბრძანდება, სადაც ძალიან ბევრი რამე წყდება და ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ნუ შემოვიფარგლებით მარტო მეგობრებო რუსეთის თემით. ჩვენ ბელორუსიასთან უნდა დავიწყოთ ძალიან ქმედითი ნაბიჯები. ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გვმართებს, ამე თუ ბელორუსიასთან ურთიერთობის აწყობა, სინქრონიზაციაში მოყვანა ავტომატურად გარკვეულწილად გადაეცემა რუსეთსაც. აი ხა მე პირადად ბელორუსიაზე რახან ჩამოვარდა საუბარი. ვიყავი ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოს მიწვევით 9 მაისს ვიყავი ვესწრებოდი აღლუმს, რომელიც ჩაიბარა ალექსანდრ ლუკაშენკომ და იქ ჩვენ შეხვედრებიც ჰქონდა სხვადასხვა დელეგაციებთან. შემდგომ ვიყავით გუშინ ნახეთ ალბათ გადაცემა კონცლაგერში ტრასტინეცი, ეს არის ესეთი კონცლაგერი, სადაც 9 მილიონი ადამიანი იქნა განადგურებული ფაშისტების მიერ. 9 მილიონი ხალხო, 9 მილიონზეა საუბარი. და იცით რა არის? ჩვენ აი ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი, რომ ერი რომელიც ივიწყებს წარსულს, მას მომავალი არ გააჩნია. აი ეს წარსული რომ დავივიწყეთ, როდესაც სამამულო ომის გმირებს შეურაცხყოფა მივაყენეთ, როდესაც ყველა სოფელში განადგურა სტენდები, სადაც იქ იყო შინმოუსვლელთა სტენდები და ომის ვეტერანების და ვინც თავი გაწირა, ვინც დაიღუპა, ყველა სოფელი, ყველა აი რას ერჩოდნენ ამაზე, რომ გაანადგურეს. რომ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ თურმე ორივე ერთი და იგივე ნაგავია, რომ ეს ჩვენი ომი არ იყო. აი ამან წარმოშვა შემდგომ ანტირუსული განწყობები. აი აქედან დაიწყო ანტირუსული განწყობები. ჩვენ და რუსები ვართ ერთი თოფხედველობის ერი ვართ, იმიტომ რომ მართლმადიდებლები ვართ. და მხარდამხარ ვიბრძოდით ამ ომში. ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ბელორუსმა, რუსმა ერებმა მიიღეს. ყოველი მესამე ბელორუსი გარდაიცვალა. 3 წელი ოკუპაციის ქვეშ იყო ბელორუსია. და დაანგრიეს, გაანადგურეს ყველაფერი. ჩადით აბა მინსკში და ნახეთ რა სიტუაცია მინსკში. ესე იგი მე არ ვიცი, მე ვარ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნამყოფი, ნუ ყველაზე ისეთი დიდი შტაბ-ეშტილება, რა თქმა უნდა, შვეიცარია მოახდინა ჩემზე და აი გეუბნები თქვენ, აი რო ჩავედი ესეთი მოვლილი, ესეთი სუფთა ქალაქი, რო ვნახე, აი შვეიცარია გამახსენდა. არაფერთ არ ჩამოუვარდება შვეიცარიას. მოვლილი ყველა და ეს გააკეთა იმ კაცმა ლუკაშენკომ, რომელსაც ესენი დიქტატორს ეძახდნენ და მეცინება ხოლმე რო იძახიან, აი გინდათ ბელორუსიაში გავიღვიძო. ნეტა იმ დღეს მომასწრო ბელორუსიაში გავიღვიძებოდე. ერთი ჩადით და ნახეთ თქვენ იდიოტებო თქვენა. და მართლა აი უკმარისობის შეგრძნება მქონდა, რომ დიდხანს რო არ ვიყავი იქა. ზოგი რო იცის ხოლმე მოწერა ხოლმე რო ვაკეთებ დარჩი მარტა ნეტო მაგის საშუალება იყო გადამიყადეთ ფული და დღესვე წავალიქა და დავჩები კარგა ხანს და რა ნამდვილად დასვენებული ჩამოვალ იმიტომ რომ აი თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა აი ჯოჯოხეთიდან 64-ში მოვხვდი რა აი საქართველოს ბელორუსთან შედარებით ჯოჯოხეთი არის ნამდვილი რა ესეთი წყნარი ქვეყანა ესეთი დამშვიდებული ესეთი უზრუნველყოფილი ფასებიც დაბალი ყველა მუშაობს სისუფთავე სიწყნარე არავინ ხმას არ აუწევს მე არ ვიცი აი გეუნებით ეხა
ეხლა ყველას რაღაც პრობლემები აქვს და იქაც რაღაც პრობლემები იყოს შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი, ესეთი ქვეყანა არ მინახე და მე ეხლა ბელორუსში ყოფნისას ეს ტრასტინეთზე გადაცემა თქვენ ნახეთ და ბელორუსში როდესაც გახდით, მე შევხვდი იქ ქართული ადგილობრივი სათვისტომოს წევრებს და ყველაზე უფრო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ქვია მინსკში ქართველი ადამიანის საბჭოთა კავშირის გმირის ჩიხლაძის გიორგი ჩიხლაძის სახელი და ჩვენ სწორედ აი ამ ქუჩაზე ჩავწერეთ ინტერვიუ ერთ ქართველთან, რომელიც ძალიან ისე წარმატებული მეწარმეა ბელორუსში და შემოგთავაზებთ ახლა მასთან ინტერვიუს. მოგესალმებით ქალაქ მინსკიდან. ჩვენ ვიმყოფებით სერგო ჩიხლაძის ქუჩიდან, აი თქვენ ხედავთ აგერ ტრაფარეთს, ჩიხლაძის 4 ნომერი და ეს არის მემორიალური დაფა საბჭოთა კავშირის გმირის სერგო ჩიხლაძისა. ეხლა აქ ჩიხლაძე აწერია, მაგრამ რეალურად ჩიხლაძე არის. და ეს ადამიანი აქ ბრძოლობდა, საქართველოსდან იყო წარმოშობით, ჭიათურიდან და ჭიათურელმა ახალგაზრდა ბიჭმა თავი შესწირა ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლას. ის ბრძოლობდა აქ ამ ადლიან მიწაზე. იმ 14000 ქართველში არის სერგო ჩიხლაძე, რომელმაც თავი დადო მირზა გელოვანთან ერთად და სხვებთან ერთად. Пулеметчик, младший сержант Серго Чигладзе геройски сражался за освобождение Парижского района Полесской области Беларуси. Он родился 12 марта 1923 года в Грузии в бедной крестьянской семье, а в 1930-м поступил в начальную сельскую школу. Он не закончил даже образование, ему пришлось идти работать, потому что умер его отец, и он пошел работать на рудник, но работал там электромонтером. Учился в этот период водить, паровозы, учился, интересовался очень техникой, почти 5 лет учился в военной школе, с 1942 года он входит в Красную армию. Причем он потом опять-таки учился на курсах, и когда он учился на курсах, ему дали звание младшего сержанта. Воевал на северо-западном, Брянском и Белорусском фронтах. Хорошо разбирался в конструкциях пулеметов. 1 февраля 1944 года с группой разведчиков получил приказ провести разведку в окрестностях деревни Дуброво в Светлогорском районе. Бойцам удалось пробраться в тыл противника и выйти на позицию, с которой деревня отлично просматривалась. Из пулемета они открыли огонь по засевшим в деревне гитлеровцам. Когда закончились патроны, били врага его же оружием из захваченного пулемета. В этом сражении Серго уничтожил более 70 захватчиков и, несмотря на ранения, поле боя не покинул. Будучи раненым в ногу, он оставил даже себе гранату для того, чтобы взорвать себя в случае, если немцы его окружат. То есть было повторение бы такого подвига, может быть, Марата Козея. Но его, сумела подойти подмога, и они отошли. Однако отсрочка была недолгой. На следующий день Серго снова в бою. Уничтожил 2 пулеметные точки до полусотни солдат противника. Погиб от прямого попадания снаряда. Ему было всего, и по одним данным 21, по другим данным 23 года. Он был очень молодым человеком, когда он погиб, сражаясь за территорию Беларуси. Его посмертно ему было присвоено звание Героя Советского Союза. На этот момент я тоже хотел бы обратить внимание. И затем его память очень сильно в Беларуси сохраняют. Улица в честь Серго Чигладзе, названа во Фрунзенском районе. Там есть памятная мемориальная доска. Именем героя названа улица не только в Минске, но и в агрогородке Дуброво, где погиб Серго Чигладзе, сражаясь за нашу землю и общую большую родину. და მე მიხარია რომ ერთ-ერთი ცენტრალური უბანი არის ეს და აი ამ ქუჩაზე არის ახლა იმიტომ მოვედი ჩვენ რომ ეს მემორიალური დაფაც აქ არის გახსნილი და ახლა 9 მაისს აქ ყვავილებით შეამკეს მისი ეს დაფა ახალგაზრდა პირტიტველა ბიჭი
შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. Память вечна и не имеет национальности. Сегодня на Светлогорскую землю приехали представители Грузии, чтобы почтить память своего земляка-героя. В честь 80-летия победы в Великой Отечественной войне на белорусской земле состоялось памятное мероприятие – митинг и концерт, посвященные героизму советских солдат. Мероприятие прошло в агрогородке Дуброво, где расположено братское захоронение воинов, павших в боях за освобождение Беларуси от фашистских захватчиков. Здесь собрались представители разных поколений, культур и народов, руководство района, представители общественных организаций, ветераны, бывшие несовершеннолетние узники концлагеря Азаричи, жители агрогородка и молодежь. На мероприятии присутствовали почетные гости, представители Грузии, члены грузинского культурно-просветительного общества Сакартвела, приехавшие почтить память своего земляка, героя войны Серго Чигладзе, воевавшего именно здесь, на белорусской земле. Сегодня в честь героя названы улицы в городах нашей страны. Все собравшиеся единодушно подчеркнули важность сохранения исторической памяти о событиях тех трагических лет. Вы знаете, сегодня поистину исторический день, когда мы очередной раз испытываем гордость. Во-первых, за нашу страну, за нашу родную Беларусь, где помним, где почитаем, где дорожим своими традициями и историей. Это святое место. Здесь можно говорить на различных языках. И знаете, я объездил много стран мира. И не передать словами, как вот хочется всем сказать, приезжайте, учитесь у нас. Учитесь от нас, как надо правильно жить, как надо правильно воспитывать будущее поколение, чтобы не забывать свою историю. И я низко кланяюсь всем местным жихарям за то, что они так свято вот охраняют это место. Ведь сегодня трудные времена, сколько родственников в разных уголках мира, они не могут себе позволить приехать. Я, если можно так сказать, могу взять на себя смелость, я за всех них низко кланяюсь местным жителям, руководству, простым людям, вот этим бабулям, которые пришли, каждый год приходят, и им в любви признаются как мои грузины, так и армяне, и азербайджанцы, и туркмены, и евреи. Представитель всех, я боюсь кого-то не назвать, потому что их много. Здесь весь интернационал на нашей родной белорусской земле. И пусть будет мир, пусть будет счастье в каждом доме для того, чтобы тысячелетие это место оставалось святым. После возложения цветов на официальной части мероприятия состоялась концертная программа, выступления артистов, исполнение песен и танцевальных номеров как на белорусском, так и на грузинском языках. Юбилейные медали бывшим узникам вручил председатель сельского исполнительного комитета Михаил Король. Особенно трогательным моментом стало выступление белорусского журналиста и телеведущего Тенгиза Думбадзе, который выразил искреннюю благодарность каждому участнику, подчеркивая значение коллективной памяти и дружбы между народами. После добрых слов Тенгиза Думбадзе в адрес белорусского и грузинского народов со словами благодарности к гостям и присутствующим обратился почетный миротворец района Александр Терещенко. Он зачитал стих собственного сочинения, посвященный дружбе народов. Нехай витая Украине горной, дух молитвы православной, как народ грузинский непокорный, з'єднавшись с белорусским дружбой славной. Таким образом, встреча представителей Беларуси и Грузии стала символом единства и преемственности поколений, напомнив людям о важности мирного сосуществования и взаимного уважения друг к другу. Подробнее о мероприятии читайте на страницах нашей газеты или на официальном сайте sn.by. დღეს მე გარდა იმისა, რომ 9 მაისთან დაკავშირებით ჩვენ გმირებზე მინდა საუბარი, ასე მე მინდა ქართველებზეც გელაპარაკოთ, იმ ქართველებზე, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ბელარუსში და ყოველთვის მე მიხარია წარმატებული ქართველების წარდგენა რუსეთშიც, ბელორუსშიც და სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, იმიტომ რომ ყველაზე ესე იგი რაღაცა ტიტულოვან პროფესიად, მაგალითად ევროპაში, ამერიკაში ითვლება ტრაილერის მძღოლობა, ტაქსის მძღოლობა. ყველა პროფესიას პატივს მე ხა არ გამიგო თითქოს რომ მე ამ პროფესიას ვაკნინებდე, მაგრამ ბელარუსის და რუსეთშიც ყველაზე წელში გამართული თუ არის ქართველობა არის. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ მინსკში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი კობა შონია. მოგესალმებით ბატონო კობა. მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენი ხილვა. ბატონი კობა ძალიან დამეხმარა მე რომ
აი იმ რეპორტაჟების გაკეთებაში, რომელიც დაკავშირებული იყო ტრასტინეცის ფილმთან დაკავშირებით და მინდა რომ თქვენ შესახებ მინდა გვიამბოთ. ჩვენ ახლა აი ქართველი კაცის ქუჩაზე ვიმყოფებით სერგო ჩიხლაძის ქუჩაზე და აი მართლა გულის ამაჩუყებელია ეს ყველაფერი, რომ ასე აფასებენ ქართველ კაცს ბელარუსში. აფასებენ მთელ ქართველობას. ბევრი ქართველები ვართ, 15000 ქართველები ვართ მთელ ბელარუსიაში, 4000 არის მარტო მინსკი და მინსკის ობლასტში. ყველა დასაქმებულია, ყველა კარგად ცხოვრობს, კარგად გვექცევიან ბელარუსის ხალხი, ვითუმეტეს ჩვენი პრეზიდენტი უყვარს მთელი საქართველოს. ეს როდიდანაა დარქმეული ეს სახე? ეს და მეც არ ვიცი, ეს ბევრი ხანია ვაფშე და პაპამომო ისე კიდევ არის კი ბატონო, ისე არის რომ კიდე ქუჩები თქვათ ან რაღაც სახელდებები. ციტაიაშვილის სახელწოდება ბერესტავიცაში არის სკოლა მაგის სახელზეა და მთელი ცენტრალური ქუჩა არის მაგის სახელზე. კიდე მირზაგელოვანის კიდე ბევრი ყავს ქართველები, რომლის სახელზეც ბევრი რაღაცები არის და დაკარგული. როგორც იკარგება სხვა ქვეყნებში, აქ არაფერი არ იკარგება, ყველაფერი არის დარჩენილი როგორც იყო იმ დღიდან, რაც კი ბატონო. თქვენ მე ვიცი რომ სამეგრელო დამზადებით, დიდი ხანია უკვე აქ ბელარუსში ხართ და თქვენ შესახებ გვიამბოთ, რა საქმიანობთ, იმიტომ რომ აი წარმატებულ ქართველებზე ვსაუბრობთ და თქვენც ერთ-ერთ წარმატებულად თქვენ საქმიანობის შესახებ რო გითხრათ. მე ვცხოვრობ ბელარუსიაში, აქ ცხოვრობ уже მე-15 წელიწადია. ძალიან მომწონს ეს ქვეყანა, საქმიანობ კაფე მაგს ქართული გახსნილი, მუშაობთ, პატივსცემენ ქართულ საჭმელს მთელი ბელარუსია, უყვართ ბელარუსელებს ქართული კერძები და ცხოვრობთ, მუშაობთ. ერთი კერძი ისაგებთ რესტორანი თუ კიდევ გაფართოებთ ახლა? ვაფართოებთ ახლა, ხსნით ახლა ქართულ კიდე რესტორანს, მეტეხი იქნება სახელწოდება, ერთ თვეში გავხსნით. აჰა. ანუ აფართოვებთ, იმიტომ რომ მიდის კარგად საქმე. კი ბატონო. კიდე აქვს ბევრს ქართველებს აქ რესტორნები. ბევრს აქვს ქართველებს რესტორნები აქანი, არიან ბიჭები, ვისაც კაი რესტორნები აქვს, ნახდათ ქართული და რომელიც არ აწყვენს საქართველოს იმ ხრივ, რომ აქ მაგათ რესტორანი კაი კერძებს აკეთებენ, რომელიც საქართველოს აი უცხოთ თუ გძნობ თავს ახლა აი 15 წელი აი რაღაცა ყოფილა შემთხვევა რომ აი ჩამოსული ხარ თქვათ თან თქვენ მე როგორც ვიცი ბელარუსის მოქალაქეც არ ახართ გაგუბროთ უფლება იცხოვროთ თან რუსეთის მოქალაქე ვარ და საიუზნე გასუდარსტვა ანუ საკავშირო სახელმწიფოა და ანუ თავს არ გძნობთ ესე იგი არა ამისთან არ ყოფილა 15 წლის განმავლობაში რომ საიდან ჩამოხვედით რომ სხვა ქვეყნებში რო იციან აი ეს სიტყვები არ მინახია 15 წლის განმავლობაში ჩემთან არ მოსულა ერთი მილიციონერი და არ უთქვია რომ პოლიციონერი რომ ვინ ხარ რა ხარ საიდან მოხვედიო ამ ხრივ აქ ყველაფერი კარგადაა და პატივსცემენ ყველა ხალხს ვინც ცხოვრობს ბელარუსიაში აქ არ არსებობს იმისთანა რომ თქვენ ვინ ხარ და საიდან ჩამოხვედით ოჯახით ხართ აქ კი ბატონო ოჯახით ორი ბავშვი მყავს ერთი თბილისში სწავლობს დღეს уже ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს უფროსი გოგო და უმცროსი იმაში კოლეჯში სწავლობს მინსკში ამთავრებს 2 წელიწადში ისიც მე მგონი წავა თბილისში და ვიცხოვრებ ასე აჰა ანუ სამშობლოში დაბრუნდა კი ბატონო ბავშვს უყვარს ბევრს უყვარს საქართველოს მაგრამ თუმეტეს ჩემ ბავშვებს უფრო აი თქვენ ლუკაშენკო ახსენეთ და მისი დამოკიდებულება ჩვენ საუბრობდით რომ ყოველთვის ხაზგასმას აკეთებენ იმაზე რომ ქართველების მიმართ გამოხატავს ყოველთვის დიდ სიყვარულს გამოხატავს ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერში გვეხმარებიან და ყველაფრის მხრივ იმისთან რაღაცებს აკეთებს ჩვენი პრეზიდენტი რომ ქართულ კაცს აქ რო შეექმნას უფრო კარგი საქმეში და ყველაფერში მონაწილეები აჰა და ქართველები რამდენი ხართ სულ აი მიახლოებით აქ ახლა ბელო 15000-ია ვართ მთელ რუსიაში 4000 მინსკის ობლასტში მინსკის გარეუბნებში და მინსკში ვართ და 4000-დან 5000-მდე მე ვიცი რომ ახლა ბატონმა თენგის დუმბაძემ ფაქტობრივად სიცოცხლე მისცა ამ დიასპორას საქართველოს ქვია თქვენს ახალ ორგანიზაციას და უკვე ფაქტობრივად გაცოცხლდა ცხოვრება ამ კუთხით და ანუ ერთად შეიკრათ ჩვენი ქართველობა ხო რამდენადაც ბევრია ბევრს უხარია რომ ეს ჩვენმა თენგომ
დუმბაძე მიგრო შექმნა, ყველა ვეხმარებით მთელი ქართველობა მოდის და ყველას ყოველ დღე უფრო მეტი და უფრო მეტი ვართ. აჰა, ესე და აი ძირითადად რა სფეროებში არიან დასაქმებული ქართველები, აი მაგალითად სარესტორნო ბიზნესი ახსენეთ თქვენ და კიდე აი რა სფეროებია სადაც სარესტორნო ბიზნესში არიან, მე სახელმწიფო დაწესებულებებზე არიან, ბევრი ბიზნესმენებიც არიან. Asta nu, ყველაზე იგი ეს არის, რომ უფრო ქართული რესტორნები და ახლა ახალი ტრაილერის ბრძოლები ახლა არა ქართულები 1-2 თუ იქნება ისიც მაგარი იქნება. არა, ისე იმავშებით ლაპარაკობთ, რომ თითქოს ტრაილერის ბრძოლებს პატივს არ ავცემდეთ, ისე არ მინდა გაიგოთ. ყველას პატივს ავცემთ, უბრალოდ აქ იმაზეა საუბარი, რომ ჩვენ ქართველები ვართ მოწინავე პოზიციაზე. სახელმწიფო სტრუქტურებში, აი რო ვთქვათ, კი ბატონო, დაპოსიმ აბანოს მთელი ბელარუსის იგი სახელმწიფო რო არის, მაგის უფროსი არის ჩვენი ქართველი, თბილისელი არის ჩვენი კუდოხოვი გენადი, მთელი ბელარუსის მასტასტროის უფროსი. მერე ну ბევრი არიან რა სახელმწიფო სტრუქტურებზე იმებში არიან ახლა ბევრს არ ვიცნობ სელდოში, მაგრამ მე ვიცი რომ თენგოსგან ვიცი რომ ბევრი არის მუშაობს იმ სახელმწიფო სტრუქტურებზე, რომელიც კარგი იმებში არიან, დირექტორები არიან, დირექტორის მოადგილეები არიან და ცხოვრობენ ასე აქანი ბელარუსიაში არავითარი შეზღუდვები არაა ქართველების მიერ, ვაფშე არაფრის შეძლება არაა. ყველგან არის დახმარება, სადაც გნახავენ მოიგრუზიო გეტყვიან ჩვენი ქართველია და კოსტიან და ასეთი სიტუაცია. ანუ ქართველების მიმართ დამოკიდებულება როგორია ბელარუსში? იდეალური. ეხლა მე პირადადაც დავწყვეტი რომ ძალიან უყვარ ვართ ვაფასებ, სადაც დავდივარ ქუჩაში. აი ქართველების მიმართ იგრძნობა განსაკუთრებული სითბო რა, იმიტომ რომ აი რო გაიგებენ ქართველი, სხვათა შორის ბევრი არის უკვე ჩამოსული. აი ჩვენ ვიყავით ბათუმში, ვიყავით თბილისში, ყველა იმას ამბობს რომ კიდე უნდათ საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენ ოდითგანვე პრინციპში ქონდა მათთან კარგი დამოკიდებულება ბელორუსებთან და ყოველთვის ლუკაშენკო ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია და ბელარუსიც და პირადად მე ძალიან დიდ პატივს. მთელ ბელარუსიას უყვარს საქართველო და მithumetes ჩვენ პრეზიდენტს უყვარს და მაგარ პატივს ემს ქართულ ხალხს. აი ხა მე მაგალითად შევედი სასურსათო მაღაზიებში რამდენიმეში და იქ აღმოვაჩინე ნუ ეს ჩვენი ბორჟომი, ნაბეღლავი, იქ ყულა, რაღაც პროდუქტები. აი თქვენ მაგალითად როგორ ფიქრობთ, ამ ბაზარზე შემოსვლის პოტენციალი კიდევ არის თუ არა, რომ აი ჩვენ ბიზნესმენებს რო უთხრათ, რომ რაღაცა უფრო მეტი შეიძლება, მე მგონი რომ ჩვენ აქ ვიაქტიუროთ. კი ბატონო, ბელარუსელებს შემოაქვს მე ვიცნობ ბევრ ხალხს, ბევრ ბელარუსელებს შემოაქვს აქანი წყლები, ჩვენი ლუდი შემოაქვთ, ჩვენი ბელარუსებს თუ ქართველებს? ბელარუსებს შემოაქვს, დაჟე ბევრ ბელარუსებს შემოაქვს. ხო და მე მგონი მაგის პრობლემა არ იქნება აქ შემოტანის თუ ფასში თუ ფასი თუ აი ფასი თუ იქნება, მე მგონი მაგის პრობლემა არა. იგივე ალკოგოლური საწმენდები. კი ბატონო, შემოაქვენ ბევრი შემოაქვთ აქანი ბევრს აქვს. პრინციპში ხა ჩვენ ვერ დავიკვეხნით ბელორუსისგან განსხვავებით იმითი რომ ბევრამეს ვაწარმოებდეთ, ეხლა აქ ტრაქტორებს აწარმოებენ, ტროლეიბუსებს, აციურებს, ტელევიზორებს, სარეცხი ბაქარებს, რა ვიცი, მე თვითმფრინავის გარდა, მე თვითმფრინავს თუ აწარმოებ, არ ვიცი, თვითმფრინავის გარდა ყველაფერს აკეთებენ აქა და გუშინ ეხლა აი პარადზე ვიყავით და აი რა გაოცებული ვარ, მართლა აი როგორი აი სისუფთავე არის, როგორი წესრიგი არის, აი ესეთი აი მენტალურად არიან ესეთები. ეხლა აი აგერ უყურებ ჩვენ ხე კორპუსები არის, ხო? აი მინდა რომ ვაჩვენოთ. ეხლა აი კორპუსები არის და ჩვეულებრივად ხო, ძველი არის საბჭოთა კორპუსები არის. კი ბატონო. ესე იგი რა მიკვეს იცი რა, ჩვენთანაც ეხლა აი ჯერ როგორი სუფთად არის ყველაფერი წიკწიკებს, ხო? ესე იგი გადმოდგება ვიღაცა გადმოაგდებს ამ ნამწვავს დააგდებს. გადმოაგდებს ნაგვის იმას პარკს. აქ ასეთი მენტალურად აქ ხალხი სხვანაირად არის განსხვავებული. კი ბატონო, ასე აქანე არა. აქანე სიგარეტი ყოველთვის ასე იყო, თუ ეხა შეიცვალა ამათ მენტალობა. 15 წელიწადია. და სულ ასე არის. 15 წელი აქ ცხოვრობ, ყოველთვის ასე იყო. სიგარეტს არ აგდება მაქირო. ჯერ ფადარბაზო აიღე. ეხა თბილისში რემონტს რო გააკეთებს კაცი, დაანგრევს ყველაფერს. კიბიდან დაწყებული ლიფტი, დაანგრევს ყველაფერს, ოღონდ თავის სახში რო შეხოლ ეს კარგი. ანუ მისი ქვეყანა
და მისი სახლი არის მარტო სამშობლო და ყველაფერი. სახლად არ თulis იმ სადარბაზოს, კიბეს, კაი სახლს თუ მარტო რო შენი სახლია, ბიჭო იმ მისასვლელ სახლამდე უარ და დაანგრიო ყველაფერია რა. აი რო შევდივარ რუსეთშიც კი და ბელარუსში, ისეთი მოწესრიგებული სადარბაზოები არის. ეს ხო აი ელემენტარული, ეხლა ესეც ხო ხელისუფლების ბრალი არ არის პრინციპში, რომ ეს ხო ხალხის მენტალობა უნდა იყოს. ხალხის მენტალობა, конечно. ხალხისაბა, ხალხია თვითონ ასეთი, სიცოცხლე უყვართ. და თვითონ აკეთებენ ისე საქართველოში ხო არაპირებ დაბრუნებას. კი ბატონო, გეგმავ, конечно, საქართველოში. აბა სადღაც წავიდე. არა, ბიზნესის გადმოტანა, ბავშვების დამთავრება, სკოლა, ცოტა ხნის გაჩერება და ყველა ქართველი ბრუნდება თავის სამშობლოს. დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ და აი ბატონი კობას სახით მე მინდა რომ ყველა ქართველს მოვეფერო და მადლობა უთხრა ვინც ბელორუსში ცხოვრობს, იმიტომ რომ იცით რა არის, ჩვენ საერთოდ როგორი ერი ვართ, იცი აი ცოტა თანადგომა გვიჭირს ერთმანეთის რა. აი არის ესეთი თქმულება, სადაცო ქართველი არისო, იქ უნდა მოერიდო მოწყვეტზე. ეხლა ამერიკაში მოხდა ეგეთი ფაქტი, ერთმა ქართველმა დააყაჩაღა ქართველი და მოკლა კიდევაც მთელი ოჯახი. ეხლა იცით კიდე ქურდო მე არ ვიცი ახლა ბელორუსში როგორ არის, მაგრამ მე ერთ რამეს ვეტყვი ამ ჩვენ თანამემამულეებს. ბიჭო, ისედაც ცოტანი ვართ ეს ქართველები და მოვეფეროთ ერთმანეთს რა. აი ახლა სომხები, აზერბაიჯანელები ერთმანეთს გვერდში უდგანან, კაცო. ეკლესიებს აშენებენ, აქ არ ვიცი ახლა როგორ არის. აქ აშენებთ თქვენ? სომხები აშენებენ. არა, მე ქართველებზე მაქვს. სომხები აშენებენ, ხო, თორე ქართველებზე მაქვს საუბარი და ამიტომ მინდა რომ ყველას უთხრა, ახლა ახალი თავმჯდომარე ყავთ თქვენ ბატონი თენგი და იმედია რომ ის ამ კუთხითაც ბევრ რამის გააკეთებს და იაქტიურებს და მინდა რომ გვერდში ვედგათ ერთმანეთს ქართველები, იმიტომ რომ პატარა ერი ვართ და ყველა უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ქართული საქმე ვაკეთოთ. კი ბატონო. წარმატებები ბატონო გობა და ბატონიც გაიხარეთ, კარგად იყავით. დიახ, მეგობრებო, აი ესეთი წარმატებულები არიან ქართველები. ხა არ ვიცი, პატივისცემა ჩვენც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბატონ ლუკაშენკოს არჩევნები იყო, დამკვირვებლად ვიყავით, ბატონი მამუკა თან ერთად ვიყავით და ანუ ის პატივისცემა, რომელიც ჩვენ ვიგზენით ბელორუსელი გნებავთ ჟურნალისტები, გნებავთ ჩინოვნიკები, გნებავთ დეპუტატებს, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ხაზგასმული პატივისცემა იყო და ხაზგასმა და მოლოდინი, იცით რისი მოლოდინი? როდის დაგვიბრუნდებით? ანუ აი ეს ნოსტალგია. მე ვფიქრობ, აი მე ერთხელ ვიყავი ერთ კონფერენციაზე, მე ვიღაცებმა დაამახინჯეს ჩემი განცხადებები. მე ვფიქრობ, საქართველო უნდა შევიდეს იმ კავშირში, რომელიც ქვია რუსულ-ბელორუსიული ეს სამკავშირო სახელმწიფო არის, ჩვენ თუ აქ გავერთიანდებით, საქართველო იქნება დაცული სამუდამოდ. დღეს ლუკაშენკო იმიტოა ესეთ წარმატებული და ბელორუსია, რომ რუსეთთან აქვს ურთიერთობა. და მე აი მანამ წავიდოდი 7 მაისს მქონდა ასევე ჩვენ მიგვიწვიეს პირადად მე საელჩოში ვიყავი, აი როგორი ატმოსფერო იყო ეს ვეტერანები ჩაიხუტეს და პირადად ლუკაშენკომ გადასცა მედლები, სამახსოვრო მედლები ქართულ ომის ვეტერანებს. აი სასწაულია. და ამ დროს ჩვენ აქ ევროპის დღე აგვისტოში წარმოგიდგენიათ. ხალხმა, ერმა, რომელმაც ესე იგი მეორე მსოფლიო ომი ნებისმიერ პლანეტაზე ნებისმიერს რო უთხრა, ვიმოიგო სტალინ, ბერია, კანტარია. არა, გასაგები საბჭოთა ხალხთან ერთად, მაგრამ ომი არის თავარსარდალი და დაზვერვა. всё. ერთიც ქართველი ხო და მეორეც. ხო ესე ამიტომ მე მგონი აქაც გამოსწორდება ყველაფერი. ყველაფერი აქეთკენ მიდის. და 17 მაისმა აჩვენა იმ ჟურნალისტის პასუხად მინდა გადავწე. ცოტანი ვარ თუ რავი, 17 მაის კადრებს თუ უყურა, მე მგონი რომ ცოტანი არა ვარ. აი ხა ბელორუსიას მინდა ისევ დაუბრუნდა, იმიტომ რომ აი აღფრთოვანებული ვარ ამ ქვეყნით რა. და მე ყველა თითოეულ ქართველს აი მინდა გითხრათ, რომ აი ცოტათი ძვირი იღებს ბილეთები თვითფრინავის, მაგრამ ჩადით და ნახეთ. აი რა შედეგი მოაქვს რუსეთთან ურთიერთობას. ხარ რუსეთთან და ყავს ჭკვიანი ლიდერი. ხარ აყვავებული ქვეყანა. ხარ დასავლეთთან, ხარ დანგრეული, გაპარტახებული. აი ჩვენ ვართ აგერ დასავლეთთან 30 წელი ქორწინებაში და დავიქეცით და დავინგერით.
და აგერ არის ბელორუსია რუსეთთან მაზის ქარხანა მუშაობს, რომელიც უშვებს, ესე იგი, ტროლეიბუსებს, ავტობუსებს, არის მაცივრების ქარხანა ატლანტა, არის გორიზონტი გახსოვთ ალბათ ტელევიზორების, არის ყველაფერი, აი ინდუსტრიული საწარმოები მუშაობს, ყველაფერი მუშაობს 30-40000-იანი საწარმოები მუშაობს. თან ეს ზოგი შიგ მინსკში მუშაობს. ახლა მაზი მაგალითად იქ არის, მინსკში არის. და ეს ყველაფერი ამ კაცმა მიაღწია იმითი, რომ რუსეთთან აქვს ღრმა ფესვები. და აი ომის თემატიკაზე მინდა, როდესაც მე 9-ში ვიყავი, ყველგან იყო მთელი ქვეყანა ამ ომის ცოცხლობდა. აი შეხვიდოდი სადღაც სავაჭრო ცენტრში, მუსიკა უკრავდა და მაგალითად აი ახლა მე ვიყავი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ცენტრალური სავაჭრო ცენტრი არის, მივედი აი ახალგაზრდა გოგონა, როგორ მღერის აგერ ნახეთ. Летит по небу тлен усталый, летит в тумане на исходе дня. И в том строю есть промежуток малый, быть может, это место для меня. Настанет день, и журавлиной стаей я полечу в такой же сизой мгле. Из-под небес по птичьи окликая, всех вас, кого оставил на земле. Мне кажется порою, что солдаты с кровавых не пришедших полей не в землю нашу полегли когда-то, а превратились в белых журавлей. და სადაც კი მიხვიდოდი მთელი ქვეყანა და ყველაზე საოცარი არის ახალგაზრდობა იყო ჩართული. აი ახალგაზრდობა რომელიც ჩვენთან მოწამლეს. აი ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა დაგვიდგება უახლოეს პერიოდში. კი ბატონო, იმიტომ მომავალი ეგ არის. როგორც კი შეიცვლება და ამაში ეჭვარებს არ გვეპარება ვითარება, აქ სხვა რეალობა იქნება, აი ეს ახალგაზრდობა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ერთადერთი მომენტი, ერთადერთი შანსი საქართველოს გადარჩენის აი ახლა ამ მდგომარეობიდან ეს არის კიდე ერთი შეცდომა არ დაუშვათ, კიდე ერთი საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც გამოიწვევს ამ ქვეყნის საბოლოო დაშლას და არავის ეგონოს, რომ საქართველო ისევ ვიმეორებ. დასავლეთის საქართველოს გულისთვის თიც არ გაანძრევს. ეს საკითხი მათთვის გადაწყვეტილია, ეხლა სიტუაცია მიდის თვითდინებით, სადაც გაჩერდება, იქ გაჩერდება დასავლეთისთვის და მეც ისინი, ასე ვთქვათ, მეც საწვავს ამ ლიბერალურ ძალებს აღარ ჩაუსხავენ. ეს არის ბოლო მათი გაფართხალება დავარქვათ თუ ბრძოლა დავარქვათ, რომელიც დასრულდება ძალიან მალე და დასრულდება ისე, როგორც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართლს უნდა და როგორც საქართველოს მომავალ შირდება. ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, როცა რუსეთთან ვიყავითო, მოდით რა ციფრებით ავიღოთ 800 პირველი წლიდან საქართველოს მდგომარეობა 1921 წლამდე სკოლები, განათლება, კულტურა, ოპერა, რამდენ ქვეყანაში იყო ბატონებო 1834 წელს იყო პირველი საოპერო დასი და 54 წელს გაიხსნა ოპერის თეატრი საქართველოში. სოფლიოზე რამდენ ქვეყანას
ქონდა ოპერის, თეატრი და საოპერო დასი. აი ეს კითხვა დავსვათ, მეც ნუღა შევეხებით. ქუჩები, ქალაქების, ტრანსპორტი, რკინიგზა, რამდენ ქალაქში იყო საბჭოთა კავშირის 4 ქალაქში იყო მეტრო. ჩვენ მილიონიანი ქალაქი არ ვიყავით. კანონმდებლობით არ ქონდა ამის უფლება. პირადი კონტაქტებით, ჟავანაძე ურთიერთობით, ანუ მე-4 ქალაქი ვიყავით საბჭოთა კავშირში, სადაც მეტრო იყო. სტადიონი 100.000-იანი იყო, ლუჟნიკები 80.000-იანი, 100.000-იანი საშენება უნდათ, მაგრამ ნუ ისე მოხდა რომ ხა მოსკოვზე დიდი არ უნდა იყოსო. აი ეს ფაქტები იმას კი არ ვუყურო მე მივტირი, დიახ, მივტირი იმას რომ საქართველოს ქვეყანა იყო სრული ციკლი ქონდა ეკონომიკის. მანქანათმშენებლობა, მრეწველობა, სუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, განათლების 2 სამინისტრო, უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტრო. ესე იგი თეატრი, კინო დღესაც აი ფილმებზე როა ლაპარაკი, ხო? რუსეთში და ბელორუსიაში ქართული კინოები, აგერ ჯარისკაცის მამა შევარქვით ჩვენ ბატონ პაატას. იმიტომ რომ ჯარისკაცის მამა ეს არის სიმბოლო ქართველი კაცის. აი წერებიანი კაცის, რომელმაც ხელი შემოარტყა რუს ჯარისკაცს და ამაზე იცით რომ განხილვა იყო, რომ ამ მოეყო დაესწრა თუ არ და მე ერთმა გენერალმა თქვა რომ როგორც მამამო ისე შემოულაწუნაო და მიღებული იყო ეს. ანუ რა გვინდა ხალხო ვერ მივხვდით რომ დაგვაქციეს, გაგვაუბედურეს. ისინი ვინც ფული იშოვა, ისინიც უბედურები არიან. თქვენ არ იბიგოთ დღეს საქართველოში ბედნიერი კაცი იყოს. ყველას ეშინია, ფულიანს ეშინია, ვიღაცა მარწა ართვას, უფლოს ეშინია, შეერი არ მოგდეს, თანამდებობაზე რო იმას ეშინია, არ დაასანქციონონ და არ გამოაგდონ და რაღაც უბედურებაში არ აღმოჩნდეს. რუსეთისკენ გახედვა უნდათ, მაგრამ ეშინია და ცით რა 35 წელი შიში იცხოვროს ქვეყანა და ხვალინდელი დღის მომავალი არ კონდეს. ყველაზე დიდი საშინელება როცა ქვეყანას მომავალი არ აქვს და როდესაც პერსპექტივას ვერ ხედავს ახალგაზრდა. როცა პერსპექტივას ვერ ხედავს, არ იცის ინსტიტუტს რო დაამთავრებს, ჯერ რა ინსტიტუტს ამთავრებს ღმერთმა იცის. და მე იმ დიპლომითაც რომ ვერცად ვერ მუშაობს, აი ეს არის უბედურება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აი ამ ხელმოწერებზე, მე ღმადაო დაწუნებული ახლა უკვე როგორც ამბობენ ბურთი ჩვენ მხარეს არის, აი ამ თავისუფალი ტრიბუნის საორგანიზაციო კომიტეტის მხარეს არის, რომ ჩვენ უნდა დავქოქოთ ახლა ეს თემა და მე ვწვევთ უახლოეს დღეებში ეს თემა იქნება დაძრული ისე რომ ყველა კმაყოფილები დავრჩებით და არ შეგვეშინდეს იმისი რომ შეიძლება ვიღაცამ დაგცილოს, ვიღაცამ გაგვაკრიტიკოს. კი ბატონო, მიჩვეულები ვართ ჩვენ, მაგრამ ის ახალი ასე ვთქვათ ძალები, რომელიც შემოემატება აი ამ ხელმოწერებს, დარწმუნებული ვარ რომ მათ აბსოლუტურად გააზრებული აქვთ აი ამ ქმედების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ ეს არ არის ერთი პარტიის, ეს არის ზეპარტიული მოძრაობა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაერთიანდეს, შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ გრევა. უნდა გავჩერდეთ და დავიწყოთ შენება. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. გეთანხმებით და აი ეს სწორედ ბელარუსი იმიტომაც რომ ახსენეთ ხშირად დღეს იმიტომ არის წარმატებული რომ სწორედ რუსეთთან არის დღეს მე ამიტომ აქცენტს ვაკეთებ ხშირად გვინდა ვიყოთ აი ბელარუსი ესენი ხო იძახიან ბელარუსი არ გვინდა ვიყოთო მე გეუბნებით რომ ბელარუსი თუ იქნება საქართველოს მაშინ გადარჩება იმიტომ რომ თუ ბელარუსი ხარ 30-40.000-იანი საწარმოები მუშაობს. თუ ხარ ბელარუსი, სიმშვიდე არის და სრული ჰარმონია ქვეყანაში. თუ ბელარუსი ხარ, გაქვს უსაფრთხოების პრობლემა მოხსნილი გაქვს და ჩათვალეთ რომ შვიდად გძინა. თუ ხარ ბელარუსი, ესე იგი შენ თითეულ ადამიანს არ გაქვს განცდა იმისა რომ ხვალ მშიერი დარჩები, იმიტომ რომ სახელმწიფო შენ უზრუნველყოფს ყველანაირად. თუ ხარ ბელარუსი, ასევე შენი დემოგრაფიული მდგომარეობა არის მაღალი, იმიტომ რომ სახელმწიფო ზრუნავს შენზე. ალექსანდრე ლუკაშენკო იძახის, ყოველი პირველი მეორე შვილი თქვენია და მესამე ჩემი არის და შემდგომშიო. ჩვენი არის, ჩემი არისო. აი ეს არის ნამდვილი ერის მამა, რომელიც სახელმწიფოებრივი აზროვნების მატარებელი კაცია. და მე არ დამავიწყდება რომ ერთხელ გამოვიდა შეხვედრა იყო და ამ დიდრებს ვიმართა ბოლო რა არის მიწაში ხო არ წაიღებთ ამ ფულს ხალხსაც გაუნაწილეთ დაეხმარეთო აი ესე ცხოვრობს ეს კაცი
აი ჩახვალ თუ არა მინსკის აეროპორტში მაშინვე იგრძნობ რომ მართლა ჯოჯოხეთიდან მოხვდი 64-ში რა ელემენტარული აიღე აი წყალი რო არის წყალი ხო წყალის ხო წყალს მიაქვს საქართველოს ხო 7 ლარი ღირს თბილისის აეროპორტში ერთი პატარა წყალი რომელიც 80 კაპიკი ღირს იქ ბელორუსში აი მარტო აი შეიძლება ასეთი ღორობა 700% თუნა იყო ბიჭო მართლა გამდიდრდე ღორი ხა ეგეც იქიდან ხო შემოგაქ რა ქვია ნავთობი ხო არ არის წყალია რა შედი სასურსათო მაღაზიაში ბელარუსში შედი მერე აქ გესი ამოვნება აი კიდე ერთხელ გეუნებით რომ აი ჩადით და ნახეთ და აი ბატონო პატა მე ეგ მინდა რომ უთხრა მაყურებელს რომ გვინდა ვიყოთ ბელორუსი მაშინ უნდა გქონდეს რუსეთთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ლუკაშენკო ვერაფერს ვერ იზამდა იმ საწარმოებს ხვალვე გაჩერდებოდა რომ არ ყოფილიყო ეს რუსული ბაზარი. ეს რუსული ბაზარია. რა თქმა უნდა, სხვათა შორის გუშინ იყო რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ეს სოდომისტების გაქცეული ფილმები უკარო ბრუნდებია. დიახ. აბა ესე რო გავუკეთეთ. მეც კაცო. ვინ შემოდის აქავეთ? აქ შემოა მხოლოდ ის დაბრუნდებაო ეს რომელი რუსეთზე მაქვს ლაპარაკი იცი ამ სანქციებით რომ დაქცეულიყო ახლა რომ შემოდიან ახლა ის აქეთ რო უნება მაიცა კაცო დააკვირდით მაგათ განცხადებებს რომ გადიოდაო დააკვირდით იმ ფირმებს ვინ ეხმარებოდა იქით ამხარესო ანუ თუ ეკონომიკურად აქცეულია ამას კი აღარ შეხედავდა ეხლა მარტივ აი უყურეთ აი ხა ვის გვისმენს და გვიყურებს მარტივად დაუსვით თქვენ თავს კითხვა. კავკასიაში ვინ არის უსაფრთხოების გარანტია? კავკასიის უსაფრთხოების გარანტია ვინ არის? მოგწონთ, არ მოგწონთ, მაგას კი არ შეხედოთ. თქვენ თავს დაუსვით კითხვა. თურქეთია, ამერიკა, გეი ევროპა, აზერბაიჯანია, რუსეთია, თუ საქართველოა? თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს თქვენ კითხვებზე. რამდენს მეც გავჭიმათ, უფრო მეც ჭაობში ვიფლებთ. უფრო მერე დიდი დრო გჭირდება დაალაგებაზე. ჩვენმა სამეზობლომ უკვე რამოდენიმე 10 წლებით გაგვასწრო წინ ეკონომიურადაც მაპატიეთ და თავმოყვარობითაც რასაც მე უყურე. ნახეთ ეს ეხლა რო იყო ევროპაში, პაშინიანდეს რო ედგა. ეხლა ვიღაცებს ეგონათ მაკდონალდსი რო გავიდა რუსეთიდან რუსეთი ჩამოიქცეოდა რა და რუსეთი რომელსაც მენდელევის ფორმულა რო აიღო ყველაფერი აქვს იმაზე რა ქვია კატლეტს ვერ ჩადებდა ყურში ვერ ჩადებდა მეგობრებო აბა აი ეს დააქცევდა და ეხლა მე კი გამაშაყირეს ამ იდიოტებმა სპეციალურად შევედი კუსნაი ტოჩკაში მაკდონალდის ალტერნატივა შეიქმნა რუსეთში და გადავიღე იქა და გავაშაყირეს საცოდავები და ანალოგიური რამ მოხდა ბელარუსშიც იქაც ხო გავიდა მაკდონალდსი არის მაკბაი ხო და შეხვალ ჩვეულებრივ აი მე მინდა ჩვენ ხელისუფლებასაც მინდა მივმართო აი თუ კი რუსეთმა გააკეთა ბელორუსმა გააკეთა ადექით გაუშვათ ეს მაკდონალდსი ჩვენ არ არის საჭირო ეგენი გავიდნენ თვითონ და გააკეთეთ ქართული ანალოგი და არ გვით რაღაც ქართული სახელი ბოლო რა არის ვერ გავიგე თუ ამ ქვეყნებმა და ჩვენთან დარჩება ის ფული ჭყონია კი არ გადაკაჩავს იმაში ამერიკაში საქართველოში დარჩება და ქართველები იმუშავებენ და ქართველების იქნება ის ფული ეხლა ვერ გავიგე მართლა რა უბედურებაა ხალხო რა არის ეხლა კატლეტი ვერ ჩაგვიდია პურში თუ კარტოფილის არ ვერ გაგვიკეთებია და წვენი ლაღიძე იქნება კოკაკოლას მაგივრად ბოლო რა მაგბაი ქვია ბელორუსში მაკდონალდს და კუსნაიტოჩკა ჩვენც გავაკეთოთ ანალოგი აი იმ ოფისებში იმ ადგილებში იქნება ქართული ფირმები არ არის ვარ სწორი ბატონო მიშა ამისთვის საჭირო არის ქვეყანა განთავისუფლდეს კოლონიალური დამოკიდებულებისგან და მერე უკვე როცა შენ თავისუფალი ხარ მერე შენ წყვეთ შენ ოჯახს რა ჭირდება მე რომ ფულს მაძლევდეს ვიღაცა და მეუბნეოდეს რომ შენ საჭმელი რო არ არის სახში ახლა წახვიდე და იყიდო $2000 პიჯაკიო ან ფეხსაცმელი $1000 არ მოუთხრა ეცი რა რემონტი მაგ არა რემონტისთვის ფულს არ მოგცემ არც საჭმელისთვის აი ეს უნდა იყიდო დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ერთხელ 30-იანი წლების დასაწყისში სტალინის თან იყო ძალიან საინტერესო ინტერვიუ ქონდა დასავლელ ჟურნალისტს და
სტალინმა უთხრა რომ მე დასავლეთმა შემოთავაზაო ძალიან დიდი კრედიტებიო. ეს არის სანამ პირველი 5 წლები დაიწყება ინდუსტრიალიზაცია, როდესაც ამერიკელები 25000-ზე მეტი ამერიკელი ინჟინერი იყო ჩამოსული რუსეთში სამუშაოდ. ეს სხვა თემა არის. და სტალინმა გასცა პასუხი რომ მე შევთავაზეო დასავლეთსო ესეთი წინადადებაა რომ მათ მომცენო კრედიტიო და მე გავისტუმრებო იმ პროცენტითო იმ ვადებშიო, მაგრამ მათგან მივიღე სხვა რამეო, მე შენ კრედიტს მოგცემო. ამავდროულად მოვაყოლებო ჩემ ტექნიკასო, ჩემ მანქანადადგარებსო, ჩემ პროდუქციასო. ანუ ზუსტად იგივეს თავაზობდნენ სტალინს იმ პერიოდში. რა შეთავაზებებიც მე მქონდა საქართველოს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ამ გენესის მიყვებით, ჩვენ დავინახავთ ახლა ვისაც ახსოვს 90-იანები, აი მაგალითად მოსკოვში, მინსკში, ალმა-ატაში, ერევანში, ბაქოში, თბილისში ერთი და იგივე ნივთი. ერთი და იგივე ზუსტად ანალოგიურად აღარ ღირდა არაფრის ჩამოტანა ამ ქვეყნებიდან, იმიტომ რომ თბილისის ბაზრობაზე გინდა ელიავა იყიდა, გინდა ლილოს ბაზრობაზე ერთ და იგივე ნივთი იყიდებოდა ერთ და იგივე ფასად. ერთი თეთრი არ იყო ბატონებო განსხვავება. ერთ და იგივე ფასი იყო, რომ მთლიანად ეს ბაზარი, პოსტსაბჭოური ბაზარი ჯერ თურქეთს გადასცეს, თავისი წიაღისეული ნედლეული და ასე შემდეგ და ხეტყიდან დაიცალა საქართველო, ანალოგიურად გასაღების ბაზრები გადაეცა იმ ქვეყნებს, სადაც პრიორიტეტი იყო. ბულგარეთს აუგზავნეს პომიდორის წარმოება. თუ წარმოგიდგენიათ, მთელი ჩემი ბავშვობა ბულგარულ პიკულზე ვარ გაზრდილები და პომიდორის იმაზე რა ქვია, კონსერვებზე. შენ თუ ევროპაში შედიხარ, ევროპა თავის პირობებს გიყენებს. შევიდა ბალტიის 3 ქვეყანა. რა მიიღეს? განახევრებული მოსახლეობა. დღესაც რუსეთის ენერგეტიკაზე არიან და რუსეთზე არის გარკვეულად თუ რაღაცა მუშაობს იქ. ამიტომ იცით რა არის? ეხლა ერთ სიმართლეს გეტყვი, ჩემ თავსაც გამოუწევი და თქვა, მე უკვე დავიღალე, იცით რა, აი მე საუბრით და უკვე თავს შეურაცხყოფილად გზნობ. რამდენი ხანი შეიძლება, როდემდე შეიძლება ერთ და იგივე ჭეშმარიტების საუბარი რომ ადამიანს უმტკიცო რომ ეს არის საწერ კალამი. და ეს არ არის დაუშვათ ჩაკუჩი. დავიღალ, მართლა დავიღალ, ბატონო. იცით რა, ჩვენ ეხლა ვინც გვისმენს, საკმაოდ დიდი აუდიტორია გვყავს, იმან ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი და იმათ ახსნაც არ ჭირდება, მაგრამ აი ის ვისაც ჩვენ ველაპარაკებით, ეს არის მოწამლული ახალგაზრდობა. იმათ კი ძნელია ესე გააგებინო ეს ყველაფერი, რომ 30 წელია ინიექცია შეუყვანა დასავლეთმა მათ და სხეულში და მოწამლეს ესენი. აი ხა ჩვენ ვლაპარაკობდით, ძნელია ამ ადამიანებს თუ კი შენ აი ამ შხამს არ შეუჩერებ, დღეს ის მედია საშუალებები არის აი ეგრეთ წოდებული ნარკოტიკი რა, იმიტომ რომ აწნიან ეს ყოველდღიურად იმაზე ზიანი, იმ ნარკოტიკ, იმის მოსმენა, სხვა რამის მოსმენა არ უნდა იმას. ის არის ნარკოტიკზე როზის ნარკომანი, ისე ზიან ამ ტევე პირველზე და რუსთავი იმაზე რა ქვია ფორმულაზე. და სხვა არ უნდა მოისმინოს რა. შენ რო უთხრა ეს ამას არ იღებს რა, გესმის? არ იღებს. არ ვიცი ბანო. და ამიტომ შესაჩერებელია ეს პროპაგანდა და როგორც აი იგივე ლუკაშენკომ გააკეთა რომ იქ ყველა ეს დასავლეთის აგენტურა იქნა გაგდებული. სოროსი რო ჩავიდა იქ რა უთხრა იცი სოროსმა? მეო მინდაო რომ აიო თქვენთან შემოვიდეო და უნივერსიტეტში. აგერ არის აეროპორტიო. აიღეთ ბილეთი გაფრინდით უკან. გააგდოს იმ ქვეყნებს. და ვისი იმედი ქონდა? არა, იმედიც ქონდა რუსეთის, მაგრამ თვითონაც ბოდიში და არის მაგარი კაცი, იმიტომ რომ მე თქვენ გახსოვთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტს საკმაოდ სერიოზული უთანხმოება ქონდა გაზის საკითხზე რუსეთს. მთელი ომი იყო, კაცო. თქვენ გონიათ რომ ეგეთი მარტივი ურთიერთობა, არ მარტივი არ ქონდა, ძალიან მძიმე ურთიერთობა ქონდა. და ლუკაშენკო რას ეუნებოდა? გერმანია და სწორიც იყო. სწორი. ესე იგი გერმანიას აწვდიდა რუსეთი უფრო დაბალ ფასად გას, ვიდრე ბელო. და ეუნებოდა მე მაწვით უფრო იმათო ძვირათო. თქვენ მოვაძრო და დაინახავთ მერე ყველაფერს იმას და დაინახეს რუსებმა. მერე მიხვდნენ ამ ყველაფერს. ამიტომ ზოგს რო გონია მონა არ არის ლუკაშენკო და ბელორუსი რუსეთის. თუ საჭირო არის იცის რომ ბოლომდე იმას იზამს მიაწვება რა. და ყველა აი გზის საკითხები იყო, იქაც მიაწვა ჩვენი გზის პროდუქცია უნდა იყოსო თქვენთანო და ისო. ამიტომ იცით რა არის? რა თქმა უნდა რუსეთის გარეშე ბელორუსია ჩამოიშლებოდა ეს 2x2 მაგრამ რომც ყოფილიყო რუსეთთან ახლოს ლუკაშენკო რომ არ ყოფილიყო იქ ვერ იქნებოდა რა თქმა უნდა ხო პიროვნების როლი ისტორიაში იტყოდა რა თქვია რუსეთთან შემოვიტანოთ ეს საწარმო რა თქვია ეს ჩვენი გზის პროდუქტები და მოკვდებოდა ყველაფერი. კარგით, ეხლა მე თავს ნებას მივსვენ და მე დაგისვათ კითხოს. რა ვქნათ?
არა, მაგი არასწორად. არა, რა გვეშველება? რა გვეშველება? არა, რა გვეშველება? აი, კონკრეტული ნაბიჯები. რა ვქნათ და რა კონკრეტული ნაბიჯები საუბრობთ. აი, მაგიტომ ვიძახდი, რაც გააკეთა ლუკაშენკო, ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ. აი, რა ვქნათ ხო დასვით. თუ გავაკეთებთ იმას, რაც გააკეთეთ, ეგ კითხვა მოიხსნება. დამეთანხმებით ბატონო. კი, და ბატონო ნიკოს ერთი განცხადება გავაკეთოთ, იმიტომ მოსახლეობა მარიცის. მეც არ ვიცოდი სხვათა შორის. დონეცკში, ქალაქი დონეცკი ადრე ერქვა, ალბათ ვიცი რა ერქვა დონეცკს. სტალინი. ქალაქი სტალინი ერქვა. გოროდ სტალინი. ესე უყურებდი ხა ცაცაბატონ მიხეილ როლაპარაკო და 75,000 მოქალაქე რო შახტაში რომ მოკლეს. ტრაფარეტი ხო არ და მკითხულობდა გოროდ სტალინი და სოროკ ტაროი რაღაც წლებს ხო მკითხულობდი. ვახ კაცო მოუწევდი. მოვთხარ ვაჟი ამასო კაცო მაგდროსო გოროდ სტალინი ერქვაო. სტალინი რო ჩამოვიდაო აქაო. აი ისტორია. ისაო მოსახლეობას რო შეხვდაო. მეშახტებს რო შეხვდაო. აი რა გინდათო რაო და აი მუშაობთ და ერთი პივისის ქარხანა გავაკეთოთ და ყველაზე დიდი დონბასში ყველაზე დიდი პივის ქარხანა არის სტალინის სახელობის. რომელიც დღესაც მუშაობს. დღესაც მუშაობს მაგაზომო. აბა მე არ ვიცი უყურებ გოროდ სტალინი. მე ფიქრობ ხო არ მეშლება კაცო. როცა პივის ქარხანა იყო სტალინი თუ ქალაქს ერქვა და მე გასაგებია. მივხვდი. წარმოგიდგენთ მარტო სტალინგრად კი არა გოროდ სტალინი ერქვა დონბასში. გასაგებია. დიდი მადლობა მინდა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი ბატონი მიხეილ ჟვენტი სოლიდარ მშვიდობისათვის თავმჯდომარე ომის ვეტერანი ბატონი პაატა აბულაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და იმედია რომ რაღაც კუთხით დადებითისკენ წავა ჩვენი მდგომარეობა მეგობრებო. ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით ხვალ საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.